თბილისის მშრალი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დედაქალაქში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირების და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის, ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში. ამასთან საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში. მარიამ ბერძენიშვილი განავრცობს თემას ახლა ღია ეთერში. მარიამ, გისმენთ. როგორც წესი, მსგავსი ინფრასტრუქტურა თავის თავში გულისხმობს გემების სადგომს და ახლო-ახლოს სხვასაც, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა არის. ეს არის თბილისის მშრალი პორტი, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს და არის მულტიმოდალური ჰაბი, ასე ვთქვათ, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, რაც ნიშნავს მშრალი პორტი. მაგალითად, ის ტვირთები და კონტეინერები, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტებში შემდგომში კი უკვე ანაკლიის პორტში შემოვა, სარკინიგზო გზით სწორედ წამოვა თბილისის მშრალ პორტში და აქ მოხდება მათი გადამუშავება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სამ ფაზად არის ამ პორტის მშენებლობა დაყოფილი და პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და ამ პირველი ფაზის ფარგლებში თბილისის მშრალ პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 კონტეინერი გადაამუშავოს, ხოლო მას შემდეგ, რაც უკვე სრულად დამთავრდება სამივე ფაზის მშენებლობა, უკვე გაორმაგდება კონტეინერების გადამუშავების რაოდენობა და შესაბამისად წელიწადში უკვე პორტი შეძლებს 200,000 კონტეინერის გადამუშავებას. რაც შეეხება უშუალოდ ამ პორტის მნიშვნელობას, გარდა იმისა, რომ ეს პორტი დაეხმარება საპორტო ქალაქებს, საზღვაო ქალაქებს, ასე ვთქვათ, ასევე მისი როლი და მნიშვნელობა იზრდება უკვე შუა დერეფნის კონტექსტშიც, ვინაიდან როგორც საქართველოს მოემსახურება და დედაქალაქს, ასევე მისი მასშტაბები არის უფრო გლობალური, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის ჩინეთიდან და სამეზობლო ქვეყნებიდან წამოსული ტვირთებით სწორედ აქ დასაწყობდება, გადამუშავდება და შემდგომში უკვე როგორც სახმელეთო გზით, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით მოხდება მათი სხვადასხვა ქვეყანაში გატანა. დღევანდელი ღონისძიება ოფიციალურად დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკმაოდ სტრატეგიული არის ამ პორტის ადგილმდებარეობა, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ასევე საბოლოო ჯამში ის ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენი ქვეყნისთვის, რაც საბოლოოდ უკვე აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა პირდაპირ წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, ასევე სიახლოვე სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, აბუ-დაბი პორტების ჯგუფს, ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიულ ვილჰელმსენ პორტ სერვის ადგილობრივ კომპანია ინვეკოს, ყველა ინჟინერს და მშენებლებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროექტი არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, ასევე ჩვენი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციას, სატრანზიტო ფუნქციას და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად. როცა ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ შუა დერეფნის მნიშვნელობას და შუა დერეფნის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან დიდი, ზუსტად წარმოგვიდგინა ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, სადაც დამატებითი ღირებულება იქნება ქვეყანაში, დამატებით წარმატებული სატრანსპორტო ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელების გზით და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის წინაშე ვდგავართ, როდესაც ამ მნიშვნელოვანი პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და უკვე ხვალიდან
თბილისის მშრალი პორტი სრულფასოვნად შეძლებს ოპერირებას. როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფერო ბოლო წლებში ცალსახად ერთ-ერთი მთავარი მდგენელია იმ ეკონომიკური ზრდის, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით შესაძლებლობების გაზრდა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შედეგიანი, ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ეს ყველაფერი მიღწევადია და დღეს ზუსტად ამის მომსწრეები გახლავართ. ეს ობიექტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელს ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ, დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის. ჩვენ ვატარებთ საწარმოო სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება. ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით. მიზნად ისახავს გაორმაგებას, არა მარტო ვაჭრობის. საუბარია 480 მილიონი დოლარიდან $1,500 მილიონამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პროექტის საწყისი იყო ერთი ადამიანის შორსმხედველი იდეა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ტრანსფორმირდებოდა, სანამ განხორციელების ეტაპამდე მივიდოდა. სწორედ ამ მომენტში ჩვენი პროექტით დაინტერესდა ვილემსენის ჯგუფი, ჩვენი მრავალწლიანი სანდო პარტნიორი. ასე ჩაიყარა საფუძველი ჩვენს პირველ საერთაშორისო პარტნიორობას, რომელსაც შემოუერთდა აბუ-დაბი პორტს ჯგუფი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უაღრესად სანდო გლობალური ლოგისტიკური და საპორტო კომპანია, რომლის გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა ფასდაუდებელ მხარდაჭერად იქცა ჩვენი საქმის განვითარებაში. თბილისის მშრალი პორტი 286,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე შენდება, როგორც გითხარით. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და ამ ფაზის დასრულებისთვის $21 მილიონი ინვესტიცია უკვე განხორციელდა, ხოლო სამივე ფაზისთვის, როგორც პორტის ხელმძღვანელობამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, დაახლოებით $60 მილიონი ინვესტიცია იგეგმება. მადლობთ მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.